შოშია. შენ რა დაგავიწყდა მე და ლიმონა რო ხვდები ვარ? ვაიმე, გამაგებინეთ ბატონო, რა მოიპარა მან და ლიმონა, ვისად რომ თავს ვამადლიან? იმდენი ფული მაქვს მოპავებულოიანო, თელი შენი საგვარეულო და ჯილაგი რომ დაჯდეს, 10 წელიწადს ვერ დაიწყოს. ილიონ, გეაცადე შეკ. ეს რატეც დამიჯდეს, რატეც ვერ დამიჯდეს, ერთი წელიწადი კიდე იმაშირდება. ახლა გამაგებინეთ, ვინ უფრო დიდი ქურდია შენ თუ მე? არის თიმჩები ხარ ბატონო, შენ და ეს ლიმონა. შოშია. მე ვიცოდი რომ ფულუმპული ხარი. მაგრამ როდის განკრებული ეგარი? მეგეთქვი რა განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის. და რითი გჯობი ვარ ჩვენ თქვენ. ჯერ ერთი იმითი გჯობი ვარ რომ დევდარიან. მეორე შენნაირი მაიმუნი არა ვარ. და მესამე. ფურმა რომ მილიონი შოუს თავის დღეში ფულს აღარ მოიპარავს. თქვენ რას საკეთებთ თქვენ? შენ საქმეში გასულ გვარამაძეს 1 მილიონი მანეთი ფული მიწაში უყოვეს ხის ძილში დამარხული. რატომ? იმიტომ რომ დამპალი თესლის ნაყოფია. შენც ეგრე ხარ ალბათ. შენს გაქვს ალბათ დამარხული სადმე ფული, მერე მოკვდები. შენი შვილები ვერასოდეს ვერ იპოვნიან, მოვლენ და შიგ საფლავში ჩაგაფურთხებენ. რატომ კაცო, რატომ? იმიტომ რომ შენ დამპალი თესლის ნაყოფი ხარ. აი რა უნდა? ანათესავი არ ყავდა გაჭირვებული. ან მაცხოვარი არ შეკვედრია ქუჩაში. კაშტოჩი შესულიყავ ერთი სანთელი დაგეთო იმის სამადლოდ რომ დადიხარ და ფერქვეში მიწა არ გენგრევა. ფულს მისაში როგორ მარხავ თქვენი პარაზიტი დედავატირე, მე მოდიხარ და მემეტრები. შენ რა იცი თავის უფლებს? შენ გარეთ რა გინდა აქ უნდა მოკვდე თანჯარასთან მესერში გაყვეხებული ხორილები და ეს მოკვდი შენი დამწირებლის დედაცვადი. ის კაცი რა სიცოცხლის ღირსია? დღეს 1 მილიონი შოვა, ხვალ 2 უნდა. ზეგ 3, მასე 4. ეს სახელმწიფოს პარავ, შენი გაჭირებულკა. შენ რა გონი? სახელმწიფო კაცი არა. სახელმწიფოს ფული არ უჭირს. მიგვირს კიდევ სული როგორ უდგას სამისა და ვირიშვილები ვენიდან რომ ცის ხწოვენ. სახელმწიფოს პარავ. შენ რა სახელმწიფო მეწველის რო ხავ გონია? თუ არ მეწოდებოდეს მოსიშვილი ვიყო. არ დამსვა ეხლა დევდარიანო, არ გადამაცვა შავები და არ მატიროს სანაპირო. რა ჭირს ვინო სახელმწიფო შენი გაჭირება? არა მაინც ვისთვის არის ვისთვის კიდე ამდენი ფული შპალერად ხომ არ ხარო თელ შატლაკებოს თქვენ. შვილებისათვის, ლიმონ, შვილებისათვისო. ის ქართველებადზე არა? ინტელიგენტებად. აი ამ დებილს მუსიკას ასწავლებს. ინგლისურს, ცეკვას, ერთი აგარაკი თაში, ერთი ბარში, ერთი ზღვაზე. მანქანა, დიპლომი, სამსახური, თბილისში სახლი, თვითონ არაფერი გააკეთოს არა. ხელის გასაზრებს არ უტოვებ, ის რაში ჭირდება ეგეთი იმპოტენტი შვილი. ეგეთი იმპოტენტი შენ ყავდე და შენ მოიხმარე. მე ტიგრანას იგეგვირს კაცი მოკლა. ტიგრანამ ერთი კაცი მოკლა და პასუხსაც აგებს. შენ 1000 კაცს კლავ. უსისხლოდ, ფერები თქვენდა კოცნის კლავ. ახშობ, გუდაო და პასუხის გებაცარი. ოთახის დაგვარი. ნაგვის გატანა არ გინდა. ჩამოდი ახლა ამ ვედროში თავით უნდა შეგაკუდო და ჩემი ხელით გაგიტანო შენ დაბიჭვარ. არ შეიძლება ანგელოზი და ოქროს წესლიდან აღმოცენებული. მე ვინ გითხრა რომ ანგელოზი ვარ და ოქროს წესლიდან აღმოცენებული. მე ერთი უზირო კაცი ვარ. მოგდები და დევდარიანების ეშტოს მოგდება. შენ კი ის არ გეყოფა ორი შენარი ნაბიჭვარი რომ გეზრდება. აქედან რომ გახვალ ცოლის გაშვებას და ვიღაც სირანას მოყვანას აპირებ რომ გემრიელი ტოლმა ჭამო და ახალი ნაბიჭვრები აჩინო. მაინც მოვიყვა რა. ისე შეგეძაღლე რა. აი ეგახარ, აი ქართველები. მეთქი დაჭამენ ერთმანეთს, ესენი დაწყდნენ და იცინი.